შეიძლება შენ შეგიმჩნევია მსგავსი სიტუაცია. ერთი და იგივე მამაკაცი ერთ ქალს ექცევა როგორც ქალღმერთს, მეორეს კი როგორც მოახლეს. გაინტერესებს რატომ ხდება ასე. ქალი, რომელსაც ექცევიან როგორც ქალღმერთს, ის აფასებს საკუთარ თავს, დროს და არ ცდილობს ყველასთვის იყოს მოსახერხებელი. მას შეუძლია თამამად თქვას არა დანაშაულის გრძნობის გარეშე. ხოლო ქალი, რომელსაც ცუდად ექცევიან, ის ხშირ შემთხვევაში თმობს სხვების გამო საკუთარ სურვილებს და მიზნებს. საკუთარი აზრის დაცვის ნაცვლად ის ირჩევს სიჩუმეს და ყველაფრის ატანას. რადგან ეშინია, რომ თუ მტკიცე იქნება, ცუდი გამოჩნდება სხვების თვალში. და აქ გეტყვი, რომ ყველასთვის კარგი ვერ იქნები და ამიტომ ჯობია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იყო კარგი. და უკვე ასეთი მდგომარეობიდან და შინაგანი განწყობიდან შეგიძლია სხვებისთვისაც იყო კარგი. ხშირ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ მოდის ბავშვობიდან. აქვე არის ნეგატიური რწმენა წარმოდგენები, ემოციები და პროგრამები, რომლებიც გიშლის ხელს იცხოვრო ჰარმონიაში და ბედნიერებაში. მაგრამ როგორც კი განთავისუფლდები ამ ბარიერებისგან, შენი ცხოვრება იცვლება. იცვლებიან ადამიანები, სიტუაციები და ხედავ ბევრ ხელსაყრელ შესაძლებლობას. თითოეულ ჩვენგანში არის უდიდესი სამყარო. და როდესაც მასში ალაგებ ყველაფერს, შენს სასარგებლოდ, მაშინ იწყება დადებითი ცვლილებები და წარმატების მიღწევა შენთვის ხდება მარტივი. და თუ გსურს საკუთარი ბედის მწერალი და მართველი გახდე თავად, მომწერე პირადში სიტყვა კონტაქტი და მიიღე დეტალები. ისურვებ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შენ ცხოვრებაში მეტ ჰარმონიას შემოიტანს.